რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 8-ზე. კახეთში რთველი აქტიურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გლეხებს პროტესტის მიზეზი უკვე აქვთ. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს სიღნაღის რაიონში. სოფელ ვიქირში რამდენიმე სოფლის ადგილობრივმა აქცია გამართა. მევენახეების პროტესტი ყურძნის ფასმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სუბსიდირება წელსაც უსვლელია, ისინი ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და ღვინის კომპანიებს მეტი ყურძნის მიღებისკენ მოუწოდებენ. ფუჭდება. ვენახი ყურძენი ფუჭდება, შეხედეთ. და ხალხი არის აღრიებული და არიცენ რახსნან. ავთანდილ ქურდაშვილი წელს 5 ტონამდე მოსავალს ელოდება, მაგრამ შიშობს, რომ სასურველ ფასში ყურძნის გაყიდვას ვერ შეძლებს. მევენახი ამბობს, რომ რქაწითელის ნაწილი უკვე დაკრიფეს, თუმცა ქარხნებს ყურძნის მიღება ამ დრომდე არ დაუწყიათ. სასალ მანეთი მოგწე ხალხი გახარებული იყო. ვაზებს მიუმატე, პლანები უხარო და ტყავპერი ახალი ჩაყარავაზმა. დღეს კიდენეთ უყვედა ერთი მეორე სავჭირებთ, რა ვხნათ. დავაყარო რა, რამდენი მექნება, რამდენს დაუწურამ, ან იმდენი ყვლო რა უყო. ყურძენზე დაბალფას აპროტესტებს სიღნაღის რაიონის 5 სოფლის მოსახლეობა. მათი თქმით, ფასი მიზერულია და გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ღვინის ქარხნებთან ერთად მოსახლეობას პრეტენზიები ხელისუფლებასთანაც აქვს. ყველაზე დიდი ქარხანა ეგრე უპატრონო ტაგდია. მე ანაგერ კაცმა რაც უნდა წავიღო თელავში ჩასაბარებლად. რამდენი ფული გირდება იცი რომ იქ ჩავიტანო მე. ყველაზე ადრე შემოდი, 2 კვირით ადრე, 3 კვირით ადრე. სანა კვირი მარნები მიიღებენ, ეკონომიკაზე ყურძენი იქნება. ეს 70 წელი ხარჯებს აიფანავს, ძალიან ვერ აიფანავს. ვაქირში სიტყვიერი დაპირისპირება რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გამოჩენას მოყვა. სოფელში მობილიზებული იყო პოლიციაც. ყველა ხუთმეტი თეთრი მომენტი მიჩები მოსავალი უნდა გავანადო. დაუძგეთ, ვაქირმა ეგეც გავია. ამ პრობლემის შესახებ ვიცის ყველა, ან უნდა იცოდეს ყველა. და მიუხედავად ამისა არ ხდება სათანადო დროს, სათანადოდ მომზადებული სახელმწიფო რაც ადრე ეხმარებოდა, იგივე სუბსიდია ამჟამადაც მიდის. სახელმწიფო ეხმარება რის საშუალებაც აქვს. რაც შეეხება ქარხნებს, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ იმან მიიღოს ლარნახევარში, ორლარში და თუნდაც 70 თეთრში. ამას თვითონ ბაზარი გაარეგულირებს. აქციის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ შეხვდა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების დადგენაში ვერ ჩაერევა. ქარხნები კი ყურძნის მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ჯერ კიდევ შეიძლება დაცდა რამდენიმე დღე, თუმცა ამ კვირაში ალბათ სიღნაღში კრეფა დაიწყო. ხარისხიანი ყურძენს სახელმწიფო იყიდეს თუ გაჭირდა, თუმცა სახელმწიფოს ფასი იქნება ალბათ თვითმხილველების ფასი, ისე ცოტა მეტი, მაინც ჯობია კერძო სექტორთან მოლაპარაკება შედგეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებმა მევენახეები არ დააკმაყოფილა, თუმცა აქცია იმ იმედით დაიშალა, რომ ქარხნები უმოკლეს დროში გაიხსნება და ყურძენში სასურველ ფასს შესთავაზებენ.